გამარჯობა. მე ვარ სანდრო და ამ ვიდეოში ვისაუბრებ ინვესტირების შესაძლებლობებზე. ინვესტირების ბევრი გზა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ზოგადად ინვესტირება ორ დიდ კატეგორიად შეიძლება დავყოთ. ინდივიდუალურ აქტივებში ინვესტირება და საინვესტიციო ფონდებში ინვესტირება. როდესაც თქვენ ახორციელებთ ინვესტირებას ინდივიდუალურ აქტივებში, თქვენ თავად ირჩევთ და ყიდულობთ კონკრეტულ აქტივებს. ასეთი აქტივი შეიძლება იყოს აქციები, ობლიგაცია, უძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები ან სადეპოზიტო სერტიფიკატები. თუ თქვენ იყიდით ისეთი კომპანიის აქციებს, რომელსაც წარმატების კარგი მაჩვენებელი აქვს, მაღალია იმის შანსი, რომ ამ კომპანიის აქციების ფასი გაიზარდოს და შესაბამისად თქვენს მიერ ნაყიდი აქციებიდან დაგრჩეთ მოგება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ აქტივებში ინვესტირება, როგორც წესი, უფრო რისკიანია, რადგან თქვენი ფულადი სახსრები ერთ ან ორ აქტივშია კონცენტრირებული. თუ რომელიმე მათგანის ფასი საგრძნობლად დაეცემა, ეს მთელ დანაზოგზე იმოქმედებს. მაგალითად, თუ თქვენს დანაზოგს ორ კომპანიის აქციებში თანაბრად განათავსებთ და ერთ-ერთი კომპანია გაკოტრდება, დანაზოგის ნახევარს დაკარგოთ. ამიტომ ინდივიდუალურ აქტივებში ინვესტირებას მეტი ცოდნა, დრო და გამოცდილება სჭირდება. ინვესტირება საინვესტიციო ფონდებში დამწყებთათვის უფრო მარტივია. საინვესტიციო ფონდების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფონდი ბევრი ადამიანისგან იგრებს ფულად სახსრებს და შემდეგ პროფესიონალთა გუნდი ამ თანხას მრავალ სხვადასხვა აქტივში ანაწილებს. აქციებში, ობლიგაციებში, უძრავ ქონებაში და ასე შემდეგ. თქვენ არ მოგიწევთ საკუთარი ძალებით აქტივების არჩევა. ფონდში ინვესტირებით ავტომატურად იღებთ დივერსიფიცირებულ პორტფელს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი რისკი ერთ აქტივზე კი არა, მრავალ აქტივიან პორტფელზე ნაწილდება. ფონდები სხვადასხვა ტიპისაა. ერთობლივი საინვესტიციო ფონდები, ეგრეთ წოდებული mutual ფონდები, ბირჟაზე ვაჭრობადი ფონდები, ეგრეთ წოდებული ETF-ები, ინდექს ფონდები, hedge ფონდები და ასე შემდეგ. ფონდებს მრავალი სტრატეგია შეიძლება ჰქონდეს. ერთი ფონდი შეიძლება მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებზე იყოს ორიენტირებული, მეორე ფონდი სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებზე. მესამე კი მხოლოდ ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებში ათასებდეს თანხას. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფონდების მმართველი გუნდი იღებს საკომისიო შესაბამისი ფონდების მართვისათვის. ეს თანხა კი ინვესტორების მიერ მიღებულ შემოსავალს აკლდება. ვინაიდან თითოეულ ფონდს თავისი სტრატეგია აქვს, რისკის დონეც განსხვავებულია. ზოგიერთი ფონდი უფრო სტაბილურ აქტივებში აბანდებს თანხას, ზოგიერთი მეტად სარისკო აქტივებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, სანამ თქვენ თანხას რომელიმე ფონდში წინასწარ დააბანდებთ, ფონდის პროფილი და სტრატეგია მოიგვლიოთ. დასასრულს კი გეტყვით, რომ ინვესტირებასთან დაკავშირებით არსებობს ერთი მარტივი წესი. რაც უფრო მაღალია პოტენციური სარგებელი, მით მაღალია მასთან დაკავშირებული რისკიც.